მოგესალმებით პატრიცემულო ტელემაყურებლებო აბუ-დაბიდან. დღევანდელი ჩვენი გადაცემა გვექნება გაერთიანებული არაბეთის ემირატების დედაქალაქიდან, ასევე დავათვალიერებთ სხვა ემირატებსაც, დუბაის ემირატს იქნება ეს თუ სხვა ლამას სანახაობებს და პარალელურად აი სილამაზეების კადრებისთან ერთად ჩვენ ვისაუბრებთ იმ კითხვებზე, რაც ტელემაყურებლებმა და მეგობრებმა დაგვისვენ წინა გადაცემების შედეგად. კერძოდ ჰომეოპათია და სამეცნიერო კვლევების თაობაზე, როდესაც გადაცემა გვქონდა, მაშინ იყო ბევრი კითხვები, რომ უფრო დეტალურად გვესაუბრა ჰომეოპათიაზე საქართველოში, რა ხდება ჰომეოპათიის განვითარების ისტორიაზე, დღევანდელ მდგომარეობებზე, საერთოდ რა სახეობის ჰომეოპათიის მკურნალობის ფორმები არსებობს და ჩვენი გამოცდილებიდან როგორი შედეგები აქვს და რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს. ემირატებში ცხოვრობს დაახლოებით 1,400,000 ადგილობრივი მოსახლეობა. უმრავლესობა მათ შორის მამაკაცებია, პრაქტიკულად. ორ კაცზე ერთი ქალი მოდის და 94 აბუ-დაბი და დუბაი შედის მდიდრების ეცეთ ყველაზე პრესტიჟულ ადგილებში. საკმაოდ ძვირია საცხოვრებელი ფართი, მიუხედავად ამისა ჩამოდის მიგრანტები, ცხოვრობენ, იხდიან ამ პულს და კიდევ მოგებაზეც მუშაობენ. აი საბერძნეთში მაგალითად თუ უმრავლესობა ხელფასი 800 და 1000 ევრო არის, აქ დაახლოებით 3000-4000 ახერხებენ მიგრანტები, საშუალოდ მაინც რო იშვიათობენ. ზოგიერთ სპეციალობები 15000-დაც გადიან. ცხოვრება არც ისე იაფია, მაგრამ როგორც ვთქვით, 4/5 მოსახლეობა მიგრანტებია. ანუ ძალიან დიდი უმრავლესობა. პარალელურად ჩვენ გავცეთ კითხვებზე ტელემაყურებლების და მეგობრების პასუხები. ჯერ დავიწყოთ საქართველოში ჰომეოპათიის ისტორიიდან. საქართველოში ჰომეოპათიის განვითარება მე-19 საუკუნედან იწყება. როდესაც მოღვაწეობენ ევროპაში განათლებული სპეციალისტები, ისე ევროპაში სწავლობდნენ და ჩამოდიოდნენ აქ. გადაჩოლებრივი ჰომეოპათიისა იყო ასევე ელექტროჰომეოპათიაც განვითარებული. ოქროპირიშვილი დელი არის ცნობილი 19-20 საუკუნის საზღვრებზე მოღვაწეობდა. ელექტროჰომეოპათიაზე წიგნიც აქვს გამოცემული. მე-20 საუკუნეში მოღვაწეობდა ესეთი სპეციალისტები, როგორიც იყო ონანოვი, ბერგი, გორგასლიძე. ძირითადად ჰომეოპათიის განვითარება და აღორძინება იწყება 90-იანი წლებიდან, როდესაც ყალიბდება ჰომეოპათიის საზოგადოება. პრეზიდენტი იყო თინა თობურია, ვიცე-პრეზიდენტი ვიყავი მე. შედარებით ახალ დამთავრებული მქონდა ისედვე ახალ დამთავრებული მქონდა კურსები ჰომეოპათიაშიც
რამდენიმე წელიწადში მაინც მამაკაცებმა გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი საზოგადოებრივი ორგანიზაცია შეგვექმნა ჰომეოპათიის და ქართული ტრადიციული მედიცინის ლიგა, რომლის პრეზიდენტი მე გავხდი. არა ექიმია ჰომეოპათებმა ისარგებლენ და შექმნეს მესამე ასოციაცია არატრადიციონალურად ორიენტირებული ჰომეოპათების პრეზიდენტი გია ნადარეიშვილი, ძირითადად მუშაობენ კომპლექსური პრეპარატებით, ანუ არა ინდივიდუალური ჰომეოპათიით, არამედ 30 და 70 კომპონენტიანი კომპლექსებით. ამაზე ჩვენ კიდევ დაუბრუნდებით და ვისაუბრეთ, რას ნიშნავს. ახლა კი დავიწყოთ რა ფორმის ჰომეოპათია არსებობს საერთოდ. ჰომეოპათია როგორც მოგეხსენებათ, მსგავს კურნალობს მსგავსით, აქ პრინციპები მინიმალური დოზის, ანუ ჰომეოპათიის მინიმალური დოზის პრინციპი ნიშნავს, რომ მინიმალურ ჩარევას აქვს საუკეთესო შედეგი. კლასიკური ჰომეოპათია ქვია იმას, როდესაც ერთ ეტაპზე ერთი პრეპარატი ინიშნება და ხდება ზუსტად შედეგის, ასე რომ ვთქვათ, შედეგზე დაკვირვება. თუ არ არის სასურველი შედეგი, რა თქმა უნდა, მწვავე დაავადების დროს უფრო ნაკლები დრო გვაქვს, საათები არ რამოდენიმე დღე, ქრონიკული დაავადების დროს 2 კვირა და მეტი. დაკვირვებისთვის თუ არის გაუმჯობესება, მკურნალობა მიდის საკმარისად დამაკმაყოფილებლად გრძელდება იგივე პრეპარატით, თუ არ არის შედეგი, მაშინ ინიშნება ახალი პრეპარატი. გადა ესეთი კომპლექსური ჰომეოპათიის არსებობს პლურალისტური მიდგომა, ანუ როდესაც 3 ან 4 პრეპარატი ერთდროულად ინიშნება და კომპლექსური ჰომეოპათია, ანუ როდესაც ერთ პრეპარატში შედის მრავალი კომპონენტები. პლურალისტური მიდგომა შედარებით უფრო სწრაფად მოქმედებს და უფრო ფართო მოქმედება აქვს. და გარკვეულწილად ჩვენ რო გამოვცადეთ საქართველოში ახლა 57 წლის განმავლობაში, რაც მე მუშაობ და ჩვენი მოწაფეები, მიმდევრები, ანუ კლინიკა ოჯახის მკურნალი და ჰომეოპათიის და ქართული ტრადიციული მედიცინის ლიგის წევრები დავაკვირდით, რომ უმრავლესობა შემთხვევაში მაინც უფრო ეფექტურია პლურალისტური მიდგომა. ზოგჯერ მაინც არის საჭირო გამოიყენო კლასიკური ჰომეოპათია, ანუ უნიცისტური მიდგომა ერთი პრეპარატით. და გამოგვიცდია ჩვენ კომპლექსური პრეპარატებიც და კომპლექსური ჰომეოპათიაც მწვავე დაავადებების დროს, ან როდესაც გაწმენდა გვინდა ორგანიზმის, ანუ როგორც დრენაჟული საშუალება მუშაობს, ყველა შემთხვევაში რა თქმა უნდა არ მუშაობს, ანუ კომპლექსური პრეპარატებით არ ღირს შეეჭიდო ისეთ დაავადებებს, რასაც ქრონიკული გამშდარი და ხანძრივად მომდინარე დაავადება ქვია, ან მით უმეტეს, როდესაც რამოდენიმე ქრონიკული დაავადების კომბინაციაა. კომპლექსური პრეპარატებით არ ღირს გადაცება, რომ განსაკუთრებულად ნევროზების და ენდოკრინული დარღვევების დროს ვერაფერ განსაკუთრებულ შედეგს ვერ მიაღწევ. აქ სუსტია. ამიტომ მას აქვს თავისი პლუსები და მინუსები. მინუსებზე რო ვილაპარაკოთ, თუ ძალიან ბევრ კომპონენტებს ერთდროულად ხმარობთ, ჰომეოპათიის მინიმალური დოზის პრინციპი, რა თქმა უნდა, ირღვევა. არაფერ მინიმალური დოზა არ არის და გამწვავებები მოყვება ამას. ჰიპერმგრძნობელობა შეიძლება ჩაირთოს, ან ალერგიის მსგავსი რეაქციები, ანუ ძლიერი რეაქციები შეიძლება ორგანიზმმა მიცეს, რაც არ არის სასურველი, იმიტომ რომ ორგანიზმის სიცოცხლე ძალა და რეზერვები გადაძაბვა ხდება და ამას გამოჯამთელება, ანუ დადებითი სამკურნალო შედეგი მერე უმრავლესობა შემთხვევაში არ მოყვება. იმიტომ რომ ჰომეოპათიურ პრეპარატს აქვს სამფაზიანი მოქმედება. პირველი არის რეაქცია, ანუ ორგანიზმმა უნდა მოახდინოს რეაგირება პრეპარატზე. მეორე აუტოკორექცია და მესამე არის თერაპია.
ესე იგი, ავტოკორექციის დროს ორგანიზმი ცდილობს დააბალანსოს ის ცვლილებები, რაც გამოიწვია ორგანიზმში პრეპარატის რეაქციამ და თერაპია ნიშნავს, რომ ავტოკორექციის დროს რა ძალებიც ჩაირთო, ის გრძელდება მერე დაავადების წინააღმდეგ მათი მუშაობა და მიდის უკვე გაუმჯობესება ქრონიკული და მწვავე დაავადებების. როგორც უფრო უკვე ვახსენეთ, რაც მინიმალურია ჩარევა, მით უფრო სწრაფად მიიღწევა ასე რომ ვთქვა თერაპიის ეფექტი და ნაკლები დრო ჭირდება რეაქციას და ავტოკორექციას. კომპლექსური გომეოპათიის დროს უფრო მეტადაა გამოხატული რეაქცია და ავტოკორექციის პერიოდები და გვიანდება ან საერთოდ აღარ ხდება თერაპიის ეფექტზე გადასვლა. მიუხედავად იმისა, როგორც ვახსენეთ, ზოგჯერ კომპლექსებსაც თავის შედეგები აქვს. განსაკუთრებულად ონკოლოგიურ პაციენტებში ან მძიმე სომატიურ პაციენტებში მწვავე დაავადებების დროს აქვს კომპლექსებს გარკვეული შედეგი, მაგრამ პროფესიონალური გომეოპათია არის უნიცისტური მიდგომა ან პროლარისტური მიდგომა კომპლექსების, მარტო კომპლექსების იმედზე ყოფნა საერთოდ გომეოპათიას არ ეძახიან. ამიტომ უნდა გავარჩიოთ ჩვენ, ესე იგი რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაცია საქართველოში საზოგადოება, ჰომეოპათიის და ქართული ტრადიციული მედიცინის ლიგა და არატრადიციული ჰომეოპათების ასოციაცია, ანუ კომპლექსისტების, რომელსაც უმრავლესობა შემთხვევაში არც სამედიცინო განათლება არ აქვს, ან შეიძლება ექიმები იყვნენ, მაგრამ ჰომეოპათიაში არ აქვთ სათანადო განათლება. რა დროს არის ეფექტიური გომეოპათია? უპირველეს ყოვლისას ესაა ფართო პროფილის ამბულატორიული დაავადებები. ანუ როგორც მწვავე, ისევე ქრონიკული, განსაკუთრებულად, როდესაც რამოდენიმე ქრონიკული დაავადება აქვს პაციენტს, სახსრების დაავადებები იქნება ეს ალერგიები, ანთებითი პროცესები, უჭნაწლავის, თირკმლების, ფსორიაზი, კანი თუ ნევროლოგიური დარღვევები. ბავშვებში ჰომეოპათია ეფექტიურია ცერებრალური დამბლის დროს, აუტისტური სპექტრის დარღვევებისას. სუსტი იმუნიტეტი, როდესაც აქვს ბავშვებს და ხშირი გაცემა აქვთ ან ხშირი ალერგიები. ძალიან ეფექტიურია ასევე ხანდაზმულებშიდაც. ანუ ისევე როგორც ბავშვები ძალიან სწრაფად რეაგირებს გომეოპათიურ მკურნალობაზე, ხანდაზმულების ორგანიზმი ვერ იტანს ქიმიას და კარგად რეაგირებს გომეოპათიაზე. ჩვენ გვქონია შემთხვევები, რომ წნევის, გულის შეტევების მკურნალობის დროს 90 წლის კაცს თმები რაფერ გაუშავდა, ღია ფერის თეთრი თმები გაუშავდა და არა მარტო კანი გასუფთავდა პარაფსორიაზი და მრჩხილების დეფორმაციამ გაიარა წნევებმა და გულის შეტევებმა, არამედ გამოიხატა თმების ფერზეც კი დადებითი შედეგი. რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჯერ ერთი გომეოპათიას უფრო ღრმა მოქმედება აქვს, ვიდრე ფარმაკოლოგიურ პრეპარატებს. ანუ როდესაც ის მკურნალობს პროცესს, მარტო იმ შედეგს კი არ აღწევს, რაც შეიძლება იყოს მიღწეული ფარმაკოლოგიური პრეპარატებით, ან დროებით იყოს შაქარი დაწეული, ან წნევა დაწეული და ან რემისია მიღწეული, არამედ უფრო ხანგრძლივი და საბოლოო განკურნება შეიძლება იყოს მიღწეული და ასევე უფრო ღრმა მოქმედება აქვს. ანუ მთლიანად კომპლექსურად იცვლება ორგანიზმში დადებითად ყველაფერი და ხდება გამოჯამთელება. ყველა ქვეყანაში ხდება ეს. გერმანიაშიდაც ჰქონდა ჩვენ შემთხვევა, რომ პაციენტი ყავდა გერმანელი, რომელსაც აქ საქართველოში უშველეთ უროლოგიური პრობლემა ჰქონდა. 3-4 წელი არ ჰქონდა პრობლემები, მერე რომ მომწვავდა თავიდან გერმანიაში
აღმოჩნდა ამ დროს და იქ უროლოგი ძმა ყავს, ჩაუტარა უამრავი კვლევები, ძვირიანი კურნალობები მრავალი ჩატარდა უშედეგოდ და როდესაც მისმა მეუღლემ დამირეკა და მითხრა, რომ საქართველოში აპირებს ჩამოსვლას, იმიტომ რომ ძალიან დეპრესიაშია ჩავარდნილი ამ უშედეგობით და უნდა ისევ თქვენი კურსი გაიმეოროსო, ჩვენ ვთხარით, რომ თუ ჯერ არ აპირებთ ჩამოსვლას, მაგის გამო არ არის საჭირო, შეგიძლიათ ესე იგი ამ ანკეტას ამოვიღებთ და მაქვე აფთიაქში იყიდოთ ეს პრეპარატები და მართლაც დაიწყო თუ არა თავიდან ჰომეოპათია ორ კვირაშივე ქონდა შედეგი, ნუ მე ამასობაში უკვე 1.5 წელიწადში ჩამოვიდა საქართველოში და აქაც გავამეორე კურსი და რა თქმა უნდა ჰომეოპათია ეფექტიური იყო მკვლავ. მე დაუმეგობრდა იქ ერთ ჰომეოპათს, ანუ რომელმაც გამოთქვა სურვილი საქართველოში უნდა და ჩამოსვლა და წიგნიც გამომიგზავნა სქელი დიდი, მაგრამ როდესაც მე გავეცანი ამ წიგნს მივხვდი, რომ ეს არავითარი ჰომეოპათია არ იყო. მთელი წიგნი ეხებოდა სხვადასხვა კომპლექსური ჰომეოპათიური ფირმების მედიკამენტებს, ანუ აი ესეთ მედიკამენტებს ჩვენ ჰომეოპათები, არც კლასიკური ჰომეოპათები და არც პლურალისტები ვერიდებით და არ ვთვლით, რომ ფაქტიურად ყოველთვის ეს გამართლებულია. არის კი ბატონო, კაი ფირმები ზოგჯერ და შეიძლება ეს გამოყენებული იყოს ერთეული პრეპარატები, მაგრამ მასიურად მათ გამოყენებას გარკვეული პრობლემები შეიძლება მოყვეს და ამაზე ჩვენ გვინდა კიდევ ვისაუბროთ. ანუ ჰომეოპათია მართლაც სხვადასხვანაირია, როგორც დასვა კულად არ შეიძლება. ესაა მთავარი პრინციპი. მთელ სოფლიოში ითვლება ჰომეოპათიად პლურალისტური და კლასიკური ჰომეოპათია, კომპლექსურს ჰომეოპათიას არავინ არ მიიჩნევს. და ამიტომ დღეს საქართველოშიდაც იგივე სიტუაცია გვაქვს, ჩვენ როგორც გერმანიაში, ინგლისში ან საფრანგეთში არის კლასიკური ჰომეოპათები და არის ასეთი კომპლექსისტები. უბრალოდ საქართველოში დაერქვენ მაგათმა სახელი არტია ის. ჩვენთან არის ბევრი საერთაშორისო ჩვენ ლიგაში საერთაშორისო ჰომეოპათიური ლიგის წევრები და გვაქვს კონფერენციები და სიმპოზიუმები არაერთხელ ჩვენ გადაცემებში რამდენიმე ეს სიმპოზიუმის ჩვენ გვიჩვენებია და ჩვენი მუშაობა გვაქვს არ ვერევით სხვების საქმეებში, მაგრამ პაციენტებს აინტერესებთ და ამიტომ ვალდებული ვართ გავცეთ ამ კითხვებზე პასუხი. რა თქმა უნდა, მეცნიერული კვლევის საკითხი რო დადგეს ჩემი გამოცდილებით, ახლა ჩვენ გამოცდილი გვაქვს უნიცისტური, ანუ კლასიკური ჰომეოპათიაც, პლურალისტურიც, კომპლექსურიც გამოცდილი გვაქვს და არა ვართ არც ერთის წინააღმდეგი, უბრალოდ ის ვინც კომპლექსურ ჰომეოპათიას ვერ ცდება და იმის იქეთ არაფერი არ იცის, იმათ არ უნდა გქონდეთ პრეტენზია, რომ ჰომეოპათიის სახელით ილაპარაკონ ან ჰომეოპათია დაუძახონ მათ მკურნალობას, რასაც ისინი აწარმოებენ და ანხორციელებენ. კი ბატონო, შეიძლება ვიღაცას დაეხმარონ, მაგრამ ვიღაცას ავნონ. ეს ძალიან განსხვავდება იმიდან, რაც არის კლასიკური ჰომეოპათია და რაც არის პროფესიული ჰომეოპათია. კვლევები ჩემი გამოცდილებიდან და პრაქტიკიდან საუკეთესო შედეგები შეიძლება დადოს პლურალისტურმა და ინდივიდუალურმა, ანუ კლასიკურმა ჰომეოპათიამ და ბევრად ნაკლები პროცენტი იყოს შედეგი, ან უმრავლესობა პრეპარატებმა საერთოდ ვერ დაამტკიცოს ეფექტიურობა, თუ ის კარგად არ არის გაკეთებული კომპლექსურ პრეპარატებზეა საუბარი. ამიტომ ძალიან დიდი განსხვავებაა. თუ ესე იგი კონვენციური მედიცინის ექიმებს, რომელიც დაინტერესებულები არიან, რომ ხშირად კვლევები უარყოფითად დამთავრდეს, ისინი აირჩევენ ეს კომპლექსურ ჰომეოპათიას, რა თქმა უნდა, დადებენ ისეთ შედეგებს, რაც მათ თვინ, მათ ინტერესებში შედის, ესე იგი, რომ პლაცებოდან არ განსხვავდება. მაშინ, როდესაც თუ ჩატარდება კვლევები
სწორად, ანუ ინდივიდუალური ჰომეოპათიის, ან რამოდენიმე პრეპარატის კომბინაციის და არა ბევრის ერთად, მაშინ შედეგები იქნება ბევრად მაღალი. აი ჩვენ რა ვახსენეთ რამოდენიმე შემთხვევა წინა გადაცემაში, მაგალითად ნაია ასეთი პრეპარატი თუ გამოიცდება მორეციდივე წითელი ქარის დროს, რა თქმა უნდა, ვერც ერთი მეთოდი და ვერც ერთი სამკურნალო საშუალება გვერდზე ვერ დაუდგება ისეთ შედეგებს დადებს ასეთი მკურნალობა. ან სპონგია ყივანახველის დროს, სრუკრუპის დროს და ესეთი კრუპოზული ხველისას და ბევრი სხვა დაავადებებისას, მაგრამ კონკრეტულად რაც დავასახელე, ამით არის დაწყება საჭირო. ჰიდრასტისი და ბელადონა, ანუ ამ ორი პრეპარატის კომბინაცია სინუსიტების და ფრონტიტის დროს, ასევე გაიმორიტებისას. ამაზედაც შეიძლება ესე იგი წინასწარ დანამდვილებით ითქვას, რომ კვლევები რო ჩატარდეს, ჰომეოპათია დადებს ბევრად უფრო უკეთეს შედეგებს, ვიდრე ახლა მარტო დიარეა რო იკვლიო, ან ხველა და ბრონხიტები და სხვა ისეთ დაავადებები. იქ ბევრად მეტი დრო დაჭირდება, რომ განსხვავება სტატისტიკური დააკროვდეს მასალები და არის ისეთი დაავადებები, რომლის დროსაც ჰომეოპათიას, რა თქმა უნდა, არავითარი კონკურენცია ჯერ სხვა სამკურნალო საშუალებებს და მეთოდებს შორის არ გააჩნია. არის კითხვები, რამდენად უსაფრთხოა ჰომეოპათია. პროფესიონალის ხელში, ანუ ვისაც სამედიცინო განათლება აქვს ჯერ უპირველეს ყოვლისას და მე ჰომეოპათიაში განათლება აქვს და არა უბრალოდ წიგნი გადაშალა და ისე ჩათვალა რომ ჰომეოპათია იცის და შეუძლია ფაქტურად პაციენტები მიიღოს, პროფესიონალების ხელში ჰომეოპათია უუნებელია, განსაკუთრებულად უნიცისტური და პლურალისტური მიმართულებები იგულისხმება, ანუ პროფესიული ჰომეოპათია და ახლა კომპლექსური ბჭყალებში არატრადიციული, რა თქმა უნდა, იძლევა ხშირად გვერდით მოვლენებს, გართულებებს, ალერგიის მსგავს და გიპერმგრძნობელობის ჩართვის შემთხვევებს, დაავადების მკურნალობის მაგივრად პირიქით დამძიმებას და გაუარესებას. ან როდესაც არაეფექტიურად მიდის მკურნალობა და არ არის სათანადო სამედიცინო განათლების ექიმის მიერ კონტროლი, რა თქმა უნდა, შეიძლება დაავადება თავისით შეიძლება გართულდეს და მძიმე შედეგამდე პაციენტი მიიყვანოს. იმიტომ რომ ჩვენ, როდესაც უყურებთ, რომ თუ არ არის მკურნალობის შედეგი, ჩვენ მიმართავთ, ურჩევთ პაციენტს მიმართოს ოპერაციას ან სხვა მეთოდებს, რომელიც შეიძლება იმ შემთხვევაში უფრო ნაჩვენები იყოს და უფრო უკეთეს შედეგი დადოს, რასაც არაექიმები ხშირად არ აკეთებენ და ამ მხრივ ბევრ შეცდომებს უშვებენ. და სათანადოდ მერე პრეტენზიებიც ჰომეოპათიის მიმართ მერე გვიწევს ყველამ ერთად გავიყოთ, ანუ ის ვინც იცის სამედიცინო პროფილიც და ჰომეოპათიაც ნასწავლია და ის ვისაც არ აქვს არც ერთი ესე იგი სამედიცინო განათლება და არც ჰომეოპათიაში განათლება და ჰომეოპათია არის ასე რომ ვთქვათ მაინც ამოფარებული. ამიტომ თხოვ ექიმებმა უპირველეს ყოვლისას გაითვალისწინონ, რომ ნაკლებად ითანამშრომლონ აი ესეთ სპეციალისტებთან და ენდოთმან ასევე პაციენტებმა გაითვალისწინონ. მოთხოვონ საქართველოში ჩვენ თითქმის 10 წელი მქონდა სპეციალობათა ნუსხაში შეტანილი ჰომეოპათია და ძალიან ბევრი ექიმმა ჰომეოპათმა გაიარა სახელმწიფო სერტიფიცირება, მოთხოვონ სახელმწიფო სერტიფიკატი, ლიცენზია ან საერთაშორისო ჰომეოპათიური ლიგის სერტიფიკატი თუ აქვს
მაინც, იმიტომ რომ განასხვაონ პროფესიონალები არაპროფესიონალებიდან. ბევრი კითხვებია ასევე კიდე რა დაავადებების დროს არის ჰომეოპათია ეფექტიური. კიდევ და კიდევ გავიმეორებ, რომ რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისას ესა ალერგიული დაავადებები, კუჭნაწლავის დაავადებები, ფსიქოსომატიური დარღვევები, ანუ ნევროზები, ფობიები, შიშები, სახსრების დაავადებები, თირკმლების, თირკმლ-კენჭოვანი კერძოდ დაავადება, ბავშვებში ნევროლოგიური დარღვევები, როგორც ჰიპერაქტიულობის სინდრომი, ისევე ბავშვთა ცერებრალური დამბლა, აუტიზმი და აუტისტური სპექტრის დაავადებები. ჩვენც გვიწევს უკვე დავიწყეთ, როცა უკვე გვაქვს 35-37 წლის გამოცდილება, ზოგიერთი პრეპარატების გამოშვება კომპლექსურის, იმიტომ რომ ახლა ცნობილია თქვენთვის პროზიუმ დუო, რომელიც აცრებიდან გაწმენდას აკეთებს, იმიტომ რომ ახლა ამ კოვიდის დროს განსაკუთრებულად მასიურად მოხდა საზოგადოების აცრები, ბავშვების აცრები, ასევე იძულებით მიმდინარეობს და აშინებენ მშობლებს და ასევე მასიურია საკმაოდ ეს გეგმიური აცრები, ანუ ის აცრები კიდე კაი არ არის ერთ-სამ თვეში რო უნდათ კიდე დამატებით მასიური აცრები ჩაეტარებიათ, მაგრამ ბევრს მაინც ისიც გავლილი აქვს და ეს გეგმიური აცრებიც ბევრს აზიანებს, ასე რომ თქვა, შეიცავს იქ მძიმე მეტალებს, ანუ კონკრეტულად არასპეციფიური იმუნიტეტს აზიანებს, იმიტომ რომ სპეციფიური სტიმულირებას ცდილობს მაშინ, როდესაც სპეციფიური ჯერ არცაა მომწიფებული და არასპეციფიური იმუნიტეტის მკვეთრად დავარდნა ხდება და ორგანიზმის ინტოქსიკაცია ხდება, ანუ მძიმე მეტალებით თავის ტვინის გარკვეული უბნების დაზიანება, ზოგჯერ ენცეფალიტებიც კი ვითარდება, ანუ პრაქტიკულად აცრის მერე ენცეფალიტები გადააქვთ ბავშვებს და იმის შედეგად დაზიანებების კურნალობა გვიწევს ჩვენ და პროზიუმ დუო სწორედ ამ ხრივ საკმაოდ ეფექტიურად შეფასდა. თითქმის 2 წელია უკვე მუშაობს. ჩვენ არა ვართ წინააღმდეგი საერთოდ ამ კომპლექსური პრეპარატების გამოყენების, ვინაიდან თუ კონვენციური მედიცინის, ანუ კლასიკური მედიცინის ექიმებს უნდათ ჰომეოპათია გამოიყენონ, სხვას ვერაფერს ვერ შევთავაზებთ გარდა კომპლექსური პრეპარატებისა. ჩვენ ფარმაცევტულ კომპანიას გვაქვს გეგმა, რომ მონოპრეპარატებიც გამოვშვათ და არა ყოველთვის კომპლექსური ამ მიზნით, მაგრამ ჯერჯერობით და ზოგჯერ მაინც კომპლექსურის გვიწევს. როგორც გამწმენდი ორგანიზმიდან ამ მწვავე დაავადებების დროს კომპლექსები მუშაობენ. მხოლოდ კომპლექსების იმედზე, მით უმეტეს ქრონიკული დაავადებების დროს გორმონალური დარღვევებისას არ უნდა იყოს ექიმი და ჰომეოპათი, ვისაც ამის გამოცდილება არ აქვს, იმიტომ რომ ვერაფერ განსაკუთრებულ შედეგს ამ დროს ვერ მიაღწევს. ბევრი კითხვები შეხვდა ჩვენ ასევე ამ პროზიუმ დუოს და სხვა პრეპარატების გამოყენების თაობაზე, რომელზედაც ახლა შეიძლება ჩვენ ყველას ვერ მივყვეთ და ბევრი გეგმები გვაქვს ჩვენ ახალი პრეპარატების გამოშვების კიდევ, როგორც ონკოლოგიის დამატებით სამკურნალოდ, ანტიგრიპინიც საფრთხე ქსელში მალე შეიძლება მოხდეს, თორნიკე ალაშვილის ფორმული, ასე რომ ვთქვათ, ღვიძლის, ადრე ღვიძლის ბიომოლეკულა ქვიოდა, გულის ფორმულა, ასევე მაგნიუმის მალატი კერძოდ, კალციუმი, ბიოკალციუმი იქნება ეს და ბევრი სხვა პრეპარატებს ვაპირებთ. სათანადოდ იქნება ბროშურის სახით ვიდეოში ჩვენ ამას გადაცემაში ვერ მოახერხებთ. ანოტაციის სახით, როგორც ექიმებისთვის, რომელსაც სურვილი ექნებათ მათი გამოყენების, ისევე ურეცეპტოდ შეიძლება პაციენტებმა შეიძინონ
და ინსტრუქციით უნდა ისარგებლონ აი ამ ესე იგი ბროშურით, რაც ამ პრეპარატებს ჰომეოპათიური პრეპარატების ჩანთა იმედი გვაქვს, რომ ოჯახებში გამოადგებათ დედებს ბავშვების პრობლემების მოგვარებაში, ასევე ხანდაზმული ოჯახის წევრების და სამედიცინო დახმარების გაწევაში, ექიმებსაც გამოადგებათ ჰომეოპათიური პრეპარატების დამატებით გამოყენება სხვა ფარმაკოლოგიური საშუალებებთან ერთად, განსაკუთრებით მაღალმთიან რაიონებში, სადაც წამლების დეფიციტია, მრავალპროფილიანი ამბულატორული პროფილის დაავადებების დროს შეუძლია ჰომეოპათიას მნიშვნელოვნად გააფართოვოს ექიმის შესაძლებლობები. ახლა კი გადავინაცვლოთ ისევ აბუ-დაბიში, ჩვენ ვიმყოფებით ამ წუთში თევზის ბაზრობაში, აბუ-დაბის თევზის ბაზრობაში, სადაც ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო ზღვის პროდუქტები არის თევზების სახეობების და ზომების გარდა ომარები და კიბორჩხალები და სხვა ზღვის პროდუქტები შეგიძლიათ რესტორანში აქვე შეაწვევიოთ და აგემოვნოთ. ჩვენი გადაცემა კი დასასრულს უახლოვდება. იმედია მოგეწონათ, გამოგვეხმაურებით კვლავ და დაგვისვამთ კითხვებს, რაზე გავაგრძელოთ ჩვენ კიდევ გადაცემები ჩვენი. კვლევარი მეცნიერი შეიძლება ყველა არ იყოს, მაგრამ კვლევარი ვალდებულია ყველა იყოს, ეს ცხოვრებას ახალისებს და ძალიან ბევრ სიამოვნებასაც გვანიჭებს ცოდნასთან ერთად. ახლა კი დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრებამდე. კარგად ზანდებოდეთ. ეთერში იყო თორნიკე ალაშვილის გადაცემა კვლევარი. Sakaratwelo